დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სოფელ ირგანჩაიში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 7,000 ლარი, ხოლო გზის მშენებლობაზე 25,510 ლარი დაიხარჯა. თუმცა ადგილობრივების თქმით, სოფელში ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. ამ გზის რეაბილიტაციაზე 2011 წელს 25,510 ლარი დაიხარჯა. დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში სასმელი წყლის რეაბილიტაციისა და მისასვლელი გზის შეკეთების პროექტები 2011 წლის 1 ნოემბერს დასრულდა. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არაფერი გაკეთებულა. Вот у нас нет никаких дорог. გზა არ გვაქვს, ტრანსპორტი არ მოძრაობს, სოფლიდან რაიონში ვერ მივდივართ, წყალიც არ გვაქვს. სოფელში წყალი მხოლოდ 3 ადგილას მოდის. Почему не делают? რატომ არ მოვიდნენ და არ გააკეთეს გზა? აქ შეხედეთ როგორი ანტისანიტარია. ოფიციალური ინფორმაციით 7,000 ლარი დაიხარჯა სასმელი წყლის რეაბილიტაციაზეც. თუმცა დმანისის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის თამაზ ადუაშვილის განმარტებით, დმანისის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი არ განხორციელებულა. მაგაზე არ შემიძლია გიპასუხოთ, იმიტომ რომ მან წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ გაკეთებულა, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ და გაკეთდა გზის მონაკვეთი სოფლის პროგრამით. ადუაშვილს არ დაუკონკრეტებია მუნიციპალიტეტის რომელი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის დაიხარჯა 25,510 ლარი. გზის მშენებლობაზე მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ გზის რეაბილიტაცია დმანისში 1 თვის წინ დაიწყო. ერთი თვის წინ? აქ იყო გზა, გასასწორებელი. მეცხრე არხთან კომენტარზე უარი თქვა დმანისის გამგებელმა. ბატონო თენგის. არ გინდათ ჟურნალისტი გაესაუბროთ? დახარჯული თანხების მიუხედავად სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებლები მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ჩივიან და მთავრობას ყურადღების მიქცევას თხოვენ.